მაგრამ უკვე შეუძლებელია. ხმაურობს ასეთი ლოუთენია. რომელიც საათია საერთოდ? იომაი, უკვე დილის 9 საათია, მე ხმაურობს ასეთი ლოუთენია. ჩემს სახლთან ახლოს მოგესალმებით, მეგობრებო, თქვენ ვარ საბათ და არ ხკავშირავს მოსემი და მოგეთ დღეს ვიღაცამ გამაღვიძა ვიღაც დებილმა. მოგეთ ვიღაცა ხმაურობს პირდაპირ ჩემს სახლთან, ვერ ხვდები ვინსად ხმაურობს. სტოპ მეგობრებო, საიდანღაც უკნიდან მე მესმის ხმა. ვერ გავიგე, შიწილნიკო, გამარჯობა და რა ხდება აქ? საბა გამარჯობა, დუბიშლი, მე ძალიან ბევრი საქმე აქვს. მე მიხარია რომ ბევრი საქმე აქვს, მაგრამ შენ სტოპ, რას თხრის საერთოდ ჩემს სახლის პირდაპირ კედელთან? შენ იცი რომ ჩემი სახლი ამას შეიძლება ჩავარდეს მიწის ქვეშ და ეს ჯერ ესეც და მეორეც ერთი, რატო შემოღები ჩემი სახლის ტერიტორია, ვერ ხვდები ამას? საბა და მიგითხავ, ეს შენი სახლის ტერიტორია, ეს უკვე ჩემი მიწა. ჟიტენიკო, შემგონი რაღაცა შეგეშალა და თუ არ იცოდი, მე ახლა გეტყვი რომ ჩემი სახლიდან კიდე 1, 2, 3 ბლოკის დაშორება, ესეც ითვლება ჩემ ტერიტორიად. იმიტომ რომ მე პრინციპში დოკუმენტებით ყველაფერი დავენახე და 3 ბლოკის კიდე მანძილით კიდე ითვლება ჩემი ტერიტორია და შენ კიდე ეს ტერიტორია ჩამიკეტე და რა უფლებით? საბა შენ რა არიცი? მე აქ მინდა ამშვენო პატარა სახლი და ეს მოკეთ ხო, მე ვიყიდე ეს მიწა მერთან. მაგიტომ ყველა კითხვები ხოთ მასთან. ჩემთან არავითარი კითხვა და უფრო კარგია საბა წადი აქედან. თუ არ შესაძლებელია პოლიციას გამოვიძახო, იმიტომ ბიშლი აქ სახლის აშენებაში. Так, стоп, так, ჟიტენიკო, არსად არ წახვიდე. მეგობრებო, ვერ გავიგე რა მერი, რის მერი. მეგობრო, სტოპ, მე უკვე დიდი ხანია თქვენ გავსურთ რომ მე ბევრჯერ მithქვამს რომ ჩემი სახლიდან კიდე რამოდენიმე ბლოკი, 2-3 ბლოკი, ესეც ითვლება ჩემ ტერიტორიად და რა უფლებით? მე არავინ არ გამაფრთხილა რომ სტოპ, მერმა თავშიც კი ვერ ვიგებ როგორ გამოის მერმა მოგეთ აი ამ ჟიტენიკმა იყიდა ჩემი სახლის ტერიტორია მერთან და მე ვინ შემეკითხა საერთოდ და ჩემი აზრი ვიღაცა საინტერესებს და ერთის უნდა წავიდე ახლა მერთან უნდა გავიგო რას ნიშნავს რომ იყიდაო აჰა ახლავე აბა ერთოს მე ვერ გავიგე და სად არის მერი სადღაც წასულია? აი ყო ახლა თელ სოფელში უნდა ვეცებო? სოფლებო, გამარჯობა და ისა. თქვენ ხომ არ იცით სად არის მერი? გამარჯობა საბა, მერი არის წასული საქმეებზე ქალაქში. ვერ გავიგე. სტოპ. რა ქალაქში და სტოპ. რამდენი ხანია რაც წასულია? კიდე გუშინ საღამოს წავიდა. Так, გასაგებია, მაშინ ვერაფერი ვერ გავიგე. კაი, დიდი მადლობა სოფლებო. მაშინ მეგობრებო, მე საერთოდ ვერაფერი ვერ გავიგე და როდისღა? სტოპ. მან თქვა რომ მერმა მოაწერაო, რომ მერმა გაყიდაო და ერთოს მეგობრებო, ამ ჟიტენიკო მომატყვა. ერთოს მოიტაბა წავიდეთ მაგ ჟიტენიკთან ახლა. Так, სოფიო, აბა სატიყურები, აბა მომხედე მე ერთ წუთს, შენ გამოის მომატყუე? რა მერმა მოაწერა? საერთოდ მერი გუშინ საღამოს წავიდა ქალაქში, რას მეუბნები? მოკეთ საბა უფრო კარგია დუბიშლი, თორე მოკეთ მე აქ ვაშენებ სახლს, ეს უკვე არის ჩემი მიწა დამთავრდა. Так, იცი რა სოფლიო, ახლა მე უკვე გამოვიძახებ მართლა პოლიციას, იმიტომ შენ ასე უბრალოდ გამოდის აიღე ჯეზეის მომატყუე, მეორეც ერთი დაიკავე ამხელა ტერიტორია და მესამეც ერთი. აი, კაი, ოკეი, დაუშვათ რომ რაღაცნაირად მერმა გაგყიდა ეს ტერიტორია. აი, როგორ, რა სახს ააშენებდი ასეთ პატარა ტერიტორიაზე 4 ბლოკის სიგრძით? ხო, საბა, აბა მაშინ რა სიტყვი ამაზე? ეს საერთოდ რა არის რა, დოკუმენტი?
ეს არის დოკუმენტები, ხო, რომლებშიც ზუსტად გასაგებად ყველაფერი წერია, რომ მე ვიყიდე ეს ტერიტორია. აი 4 ბლოკი ზუსტად ყველაფერი წერია, მათ არის მერის წარწერაც კი, აი შეიძლება ნახო. აი იქ არის მერის ხელმოწერაც, აი სულ ბოლოს. Так, Жиренко этот დამელოდე. Так, სება გავხსნა და და მართლა იქ მერის ხელმოწერა, მე ხე მერის ხელმოწერა კარგად ვიცი, ბევრჯერ აწერდა დოკუმენტებს. Так, მაშინ მაინც ვერ გავიგე და როგორ საერთოდ. Так, Sky, окей, Жиренко այդ შეიძლება დაიჭირე შენი დოკუმენტები, მე საერთოდ არ მჭირდება. ერთ თვით ახლა მოვალ. მეგობრებო, მე საერთოდ ვერაფერი ვერ გავიგე, მაშინ გამოდის მართლა ხო იქ მერის ხელმოწერა იყო, მე მერის ხელმოწერა ძალიან ყველაზე კარგად შეიძლება ასე ვთქვათ, ვიცი. არაერთხელ მინახავს როგორ აწერდა ხელს იქ რაღაც დოკუმენტებსა და რაღაც ფურცლებს. მაშინ მაინც კიდე ერთი საპირისპირო კითხვა მქდა, რისთვის? ერთს მეგობრებო დაურეკო იმედი აიღებს, აბა ყურმილს მინდა დაველაპარაკო ამის შესახებ მერს. Так, ვურეკავთ. ალო, ხო, საბა, არ ცალია რა მოხდა? მე რო გამარჯობა, მე ისა დიდ დროს ამჭირდა, მე უბრალოდ მინდა გავიგო ერთი რამ. შენ რატომ გაუყიდე აი ამ ჟიწევს, აი ამ სოფლელს, ერთ სოფლელს, რატო გაუყიდე ჩემი მიწა, რომელიც საერთოდ მეკუთვნის მე? საბა, ვერაფერი ვერ გავიგე, რა მიწა, რა გაუყიდე. შეგიძლია თქვა ნორმალურად? მოკეთ შეხედე, მე გავიღვიძე იმის გამო, რომ გამაღვიძა რომელიღაც სოფლელმა ყავისფერი მაისურით, მოკეთ. და აი აქ ღობე დადგა პირდაპირ ჩემი სახლის უკანა ეზოში და თქვა, რომ მერმაო გაყიდაო ეს მიწაო, მე ვიყიდაო ეს მიწაო და მათ შოა დოკუმენტები, სადაც იყო ზუსტად შენი ხელმოწერა, ერთი და იგივე. საბა, ვერაფერს ვერ ხვდები. მე არაფერი არ გავყიდე, საერთოდ ხშა ხო იცი რომ საერთოდ 3 ბლოკით შენი მე საერთოდ არ მაქვს უფლებაო ვიღაცის სახლი, ან ვიღაცის ტერიტორია, ვიღაცის მაქვს სახლის პატრონის გარეშე გავყიდო. მე საერთოდ არ მაქვს ამის უფლება. Так, მე რომ მაშინ ვერაფერი ვერ გავიგე, უბრალოდ კაი, მე რომ დიდი მადლობა რომ მითხარი და დიდ ბოის გიხდი რომ შეგაწუხე. Так, მეგობრებო, აი ახლა გამოდის რა, ამ Жиренко ამ სოფლიამ უკვე მეორედ მომატყუა? Так, მეგობრებო, იცით რა? მე საერთოდ არ მინდა ახლა შეხედი, ყურებათან შეხედ, რამ ხელ ტერიტორია. გამოდის უბრალოდ ესე აიღო ჩემი ტერიტორია და დაისაკუთრა, აბა როგორ უნდა ვთქვა კიდე ერთხელ. და კიდე რაღაცეებს თხრის. ამ სოფელი საერთოდ ნორმალურია? Так, стоп. საერთოდ რაღაცეებს იქ თხრის და რეებს თხრის, ვერც კი ვხედავ იქ რაღაც Stop, იქ რაღაც ორმოა თუ მეჩვენება. Так, მეგრო მოგეთ იცით რა, მაშინ მაგ ერთი იდეა, მაშინ რადგან მერმა თვითონ მითხრა ახლა რომ არაფერი არ გაყიდა, გამოდის მე მაქვს უფლება, სრული უფლება. მაგრამ ახლა კი არა, არამედ ღამე, სადღაც შუა ღამისაკენ წავალ და მოგეთ ნახავ რა არის განლაგებული მაგ ტერიტორიაზე, რომელიც დაისაკუთრა მეგობრებო, ეგრევე ვამბობ, დაისაკუთრა ამ სოფელმა, იმიტომ იქ რაღაცებს თხრის და კიდე აქ რაღაც დიდ ორმოს ხედავ და შეიძლება მანდ არის რაღაც განლაგებული. კაი მეგობრებო, მოგეთ დაველოდები უკვე ღამეს, აი უკვე პრინციპში უკვე ბნელდება და დაველოდები სანამ ეს სოფლელი წავა მაქედან, იმიტომ მე უკვე მაქვს გამოსრული უფლება წავიდი მანდ და ვნახო რა არის განლაგებული. მოგეთ მანამდე კი მეგობრებო, გავთიშავ კამერას. Так, ну პრინციპში ალმასის ხმლისა და რკინის ნაჯახის გარეშე არც კი არაფერი არ დამჭირდება და სად არის ის სოფლელი? Так, окей, так, стоп. მგონი უკვე აღარავინ არ არის, ხომ? და კამერა ჩავთე. მოგეთ მეგობრებო, მე უკვე კამერა ჩავთე. ახლა არის უკვე ღამის 12 საათი და შესანიშნავია, მგონი ის სოფლელიც უკვე წავიდა. მოეთ ახლა ნელ-ნელა თხილად. არც კი ვიცი სადა ის სოფლელი, ალბათ სადღაც იქნება უკვე წასული. ვთქვათ რომ ისე არავინ არ დაინახოს, ამ სოფელს არ დაინახოს, так და ხომ არც კი არავინ არ არის, так მოეთ მეგრო გავდეხოთ ახლა ეს ხობე. კაია, так ეგრევე თუ რამეა ასე დავიდან დავთქვათ, თითქოს ასე იყო. так მეგრო აქ უკვე ყველაფერი მიწით იმასთან და ოპა, აი მეგორო მგონი ის ორმო, რომელიც მე დავინახე წინაზე.
Так, так, კიდე ყველაფერი შეგეთ მეგობრებო ჩათხარა. ნუ რა იყო მეგობრებო, წავიდეთ. მოეთ წავიდეთ. Так, აჰა, კიბეც არის. მეგობრებო, ეგ რაღაც შუქი არის და იქ რომ ის სოფლიო რომ იყოს და რომ დამინახოს. так, окей, ზუსტად მაგისთვისაც ავიღე ეს ალმასის ხმალი. так, ფრთხილად ჩავიდეთ მეგობრებო, ჩამიდეთ და так, ჯერჯერობით არაფერი არ არის გარდა ამ ნათურისა და ორი კარები. ეს მეგობრებო უკვე ძალიან არ მომწონს. ნუ რა იყო მეგობრებო, რომელ კარებში წავიდეთ? მარცხენა თუ მარჯვენა? მარცხენა თუ მარჯვენა? მარჯვენა თუ მარცხენა? გამოვით მეგობრებო, ჯერჯერობით მარცხენაში წავიდეთ. так, ერთს და გიშება რა ხდება აქ? სტოპ! რა ხდება აქ? სტოპ! მეგობრებო, ჩუმად. ის სოფლელი არ ჩამოვიდეს აქ. რა ხდება აქ? მეგობრებო, ნახეთ. სულ სისხლი. 4 ადამიანი. რა ჩანდაბა? და კიდე სკელეტი. იოი, მეგობრებო, კიდე მოთამაშეებიც, უბრალოდ სოფლეებიც სახდება აქ. სტოპ მეგობრებო, თხეთ. უბრალოდ ჩავკეთოთ ახლა. ეს ორმო ჩავკეთოთ. რომ არავინ არ გაიგოს რომ მე აქ ვარ. სტოპ. ვერ გავიგე საერთოდ რეები ხდება აქ. так. დასწრებისობა. დასწრე მეგობრებო, მე ცოტაში ვერც კი ვიგებ მეგობრებო, დამცხა ისე ნერვიულობ ახლა. უკვე მე შენი არ არის განგებული მარჯვენა კარებში. კიდე რაღაც ყუთი, მაგრამ ეს так, окей, რა არის ამ ყუთში? რაღაც წიგნი. так, რა წიგნია აქ? რაღაცა წერია. მიზანი 1. გამოთხოვრო სარდაფის საბას სახლთან. გაკეთებულია. მიზანი 2. მოკლა რამდენიმე ადამიანი და დავტოვო სარდაფში. გაკეთებულია. так, მეგობრებო, სტოპ. მიზანი 3. გამოვიზახო პოლიცია და დავაბრალო საბას კვლელობებში. სტოპ. გონი მეგობრებო, ყველაფერი დადგა თავის ადგილას. გონი მეგობრებო, ყველაფერს მივხვდი. მოგეთ, ვინც ჯერჯერობით ვერ მივხვდა. ეს გამოიძე სოფლელი აღმოჩნდა კვლელი, ნამდვილი მკვლელი. რომელსაც უნდა გამოდის უბრალოდ მოკლა გამოისრა რამდენი 1 2 3 4 ადამიანი შეიძლება უფრო მეტიც კი შესაძლებელია რამოდენიმე სხეული იმ მარჯვენა იმ კარებში დატოვა და მოკეთ მას უნდა რომ დამაბრალოს მე მკვლელობებში რა იყო რაღაცაში უშლი თუ ვერც კი ხვდები რისთვის так, окей, მეგობრებო, მოეთაბა ვნახოთ მაშინ უკვე ამას ხმალი მექნება ხელებში და так, ჯერჯერობით არაფერი არ არის. ჯერჯერობით აქ არაფერი არ არის და გაგიჟება. მეგობრებო, შეხედეთ. так, სტოპ, აქაც რაღაც წიგნი და მეგობრებო, სტოპ, რამდენი აქ? 7 4 21 სტაკი ალმასისა და 21 სტაკი. ისურდის, მეგობრებო, იცით რამდენია? ამით შეგიძლია შენ იყიდო, არ ვიცი. რამდენი რამ შეიძლება იყიდო, არ ვიცი. რამოდენიმე სახლის ყიდვა შეგიძლია, რამოდენიმე არ ვიცი. სტოპ, კიდე რაღაც წიგნი იყო, გაგიჟება. სტოპ, ეს რაღაც წიგნია. მოიცა უფრო კაია დაგვეცოთ კარები რომ არავინ არ შემოვიდეს. так, თავარი მიზანი მოვიპარო სოფლის ფული გაკეთებულია. ნუ გამოდის ხომ ეს მართალია შეგეთ მეგობრებო რამდენი ისუნოდი ამასია. ვიყიდო მანქანა, ვიყიდო თვითფრინავი, ვიყიდო სახლი ქალაქგარეთ, ვიყიდო საბას სახლი. გაგიჟება მეგობრებო და ეს ყველაფერი გეგმა შეგეთ. აქ არის მიზანი 3 იყო ახლა საერთოდ წიგნი მიზანი 3 გამოვიზახო პოლიცია და დავაბრალო საბას მკვლელობაში. აქ არ არის დაწერილი გაკეთებულიაო და ასევე აქ არ არის დაწერილი გაკეთებულიაო ვიყიდო მანქანა, ვიყიდო თვითფრინავი და ვიყიდო სახლი გააკეთო და ვიყიდო საბას სახლიო. ამ ყველაფერს აპირებდა, ნუ არა უშავს. ამით უკვე შენ ვეღარასდროს ვეღარაფერს ვეღარ იყიდი. так, стоп. სად არის ახლა ჩემი ტელეფონი, სად არის так დროს უკიდე ღამეა და იმედია. დიდი იმედი მაქვს რომ ეს так
სოფლი ჯერ კიდე არ არის აქ მოსული. დროზე მეგრო მოგეთ უნდა წავიდე ახლა სახლში. გამოვიძახო ახლა პოლიცია. დიდი იმედი მაქვს არც კი დაინახებს ამ ყველაფერს. მოიწვევ გიგია. ყველაფერი ასე დავდო თუ თითქოს არავინ არც კი იყო. მე მოგეთ მეგრო ახლა წავალ სახლში. გამოვიძახო პოლიციას. თქვენ კი მადლობა დიდი მეწყავით ვონდებ თუ მოგეცდეთ ვეკეთ მე ახლა წავედი. ნახონ ის დაგ დროზე.